დღეს ჩვენ ვეცდებით გავაზაბროთ თუ როგორ გადაიქცა პირველი მსოფლიო ომი იმ კატასტროფად, რომელმაც ევროპის და მთელი მსოფლიოს ისტორიას სამუდამოდ შეცვალა. თუმცა სრულიად სხვა გზით, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა. მოდით ჩაუღრმავდეთ მთავარ კითხვას, როგორ მოხდა რომ ომი, რომელიც სულ რაღაც 6 კვირაში უნდა დასრულებულიყო, 4 წლიან კოშმარად იქცა. ამაზე პასუხის საპოვნელად ყველაფერი უნდა დავიწყოთ ერთი შეხედვით უნაკლო გეგმით, რომელიც სწრაფ და გამანადგურებელ გამარჯვებას გვპირდებოდა. საქმე ისაა, რომ გერმანიის სტრატეგიის ცენტრში იდო ერთი ძალიან თამამი იდეა, რომელიც უნდა გამკლავებოდა მათ ყველაზე დიდ კოშმარს, ომს ორ ფრონტზე ერთდროულად. ამ გეგმას შლიფენის გეგმა ერქვა. იდეა მარტივი იყო. რადგან რუსეთის უზარმაზარ არმიას მობილიზაციისთვის დიდი დრო სჭირდებოდა, გერმანია შეძლო მთელი ძალით დასავლეთით, საფრანგეთზე მიეტანა იერიში, ელვისის სისწრაფით დაემარცხებინა და შემდეგ უკვე გამარჯვებული აღმოსავლეთით გადაესროლა ჯარები რუსეთთან საბრძოლველად. ყველაფერი სისწრაფეზე იყო გათვლილი. წარმოიდგინეთ, ეს იყო როგორც გიგანტური მბრუნავი კარი. გერმანული არმიის ძირითადი ნაწილი, ესე იგი მარჯვენა ფრთა, უნდა შეჭრილიყო ნეიტრალურ ბელგიაში, გვერდი აეერა ფრანგების ძლიერი თავდაცვისთვის, ალყაში მოექცია პარიზი და სულ რაღაც 6 კვირაში ფრანგული არმია გაენადგურებინა. ამის მერე კი ჯარები მატარებლებში და აღმოსავლეთით რუსეთის ფრონტისკენ. ქაღალდზე ყველაფერი იდეალურად გამოიყურებოდა. მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ქაღალდზე დაწერილი გენიალური გეგმა მალევე შეეჯახა თანამედროვე ომის სასტიკ და რაც მთავარია, აბსოლუტურად არაპროგნოზირებად რეალობას. დაპირება ერთი იყო, რეალობა კი აბსოლუტურად სხვა. 6 კვირიანი ომის ნაცვლად ევროპამ მიიღო 4 წლიანი სისხლიანი და გამოუვალი ჩიხი. სწრაფი გამარჯვების ნაცვლად მილიონობით მსხვერპლი. და რაც ყველაზე ირონიულია, ორ ფრონტზე ომის თავიდან არიდების ნაცვლად გერმანია ზუსტად ამ კოშმარში აღმოჩნდა. უბრალოდ დაფიქრდით ამ რიცხვზე. 700,000-ზე მეტი ადამიანი. ეს არის დაღუპულების, დაჭრილების და უგზო-უკლოდ დაკარგულების რიცხვი მხოლოდ ვერდენის ბრძოლაში. ეს აღარ იყო მანევრების ომი. ეს იყო გამოფიტვის ომი. სწრაფი შეტევების ნაცვლად ფრონტის ხაზი გაიყინა. ათასობით კილომეტრზე გადაიჭიმა სანგრების ქსელი, სადაც ჯარისკაცები წლობით ცხოვრობდნენ ტალახში, სიცივესა და მუდმივი სიკვდილის შიშში. და თითქოს ეს არ კვაროდა, ბრძოლის ველს დაემატა კიდევ ერთი ფრონტი, ეკონომიკური. ბრიტანეთის სამეფო ფლოტმა გერმანიას საზღვაო ბლოკადა მოუწყო, რითიც ქვეყანას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსების, საკვებისა და ნედლეულის მიწოდება შეუწყვიტა. როდესაც ფრონტის ხაზი გაიყინა და ვერც ერთი მხარე წინ ვეღარ მიიწევდა, პასუხისძებნა ტექნოლოგიებში დაიწყო. ამან კი საშინელი ტექნოლოგიური შეიარაღების რბოლა გამოიწვია. თითოეული მხარე სასოწარკვეთილად ეძებდა გზას, მოგრმე გაერღვია ეს ჩიხი. ასე გაჩნდა მომწავლელი გაზი, ტანკები, კიდევ უფრო დახვეწილი ტყვიამფრქვევები და პირველი საჰაერო ბრძოლებიც კი. აიღეთ მაგალითად მომწავლელი გაზი. მისი მიზანი ხომ მხოლოდ ფიზიკური ზიანი არ იყო. ეს იყო ფსიქოლოგიური იარაღიც, უხილავი მტერი, რომელიც ჯარისკაცებში საშინელ შიშს და პანიკას თესავდა. და აი სანგრებისა და ტყვიამფრქვევების sapasუხოდ ბრიტანელებმა შექმნეს ტანკი, ჯავშნიანი მონსტრი, რომელსაც უნდა გადაელახა არავის მიწა და გაენადგურებინა მტრის თავდაცვა. ხომ ხვდებით, ყოველი ახალი გამოგონება იყო პასუხი წინაზე, რაც ომს სულ უფრო და უფრო სასტიკს ხდიდა. ეკონომიკა ბლოკადისგან იხჩობოდა, ფრონტი გაყინული იყო. გერმანიას რაღაც რადიკალური უნდა მოეფიქრებინა და მათ მიმართეს სასოწარკვეთილ აზარტულ სვლას, რომელმაც საბოლოოდ ყველაფერი შეცვალა. და აი, აქ მივდივართ გარდამტეხ მომენტამდე, რომელიც ერთ ჩვეულებრივ დეპეშას უკავშირდება. როგორ შეიძლება ერთმა საიდუმლო გზავნილმა მთელი ომის ბედი შეატრიალოს? ეს არის ციტატა ციმერმანის დეპეშიდან, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მექსიკაში გაგზავნა. წარმოგიდგენიათ, გერმანია მექსიკას პირდაპირ სთავაზობდა სამხედრო ალიანსას ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ და დაკარგული ტერიტორიების, ტეხასის, ნიუ-მექსიკოსა და არიზონის დაბრუნებას პირდებოდა. მაგრამ ეს სასოწარკვეთილი გეგმა სანახაობრივად ჩავარდა. ბრიტანულმა დაზგვერვამ ეს დეპეშა ხელში ჩაიგდო, გაშიფრა და ამერიკელებს გადასცა. როდესაც მისი შინაარსი ამერიკულ პრესაში გამოქვეყნდა, ამან საზოგადოების უდიდესი აღშფოთება გამოიწვია და სულ რაღაც ერთ თვეში ამერიკის შეერთებული შტატები გერმანიას ომს უცხადებს. ამერიკის ჩართვით ევროპული კონფლიქტი უკვე ოფიციალურად და ნამდვილად მსოფლიო ომად იქცა. ეს არ იყო უბრალოდ სიმბოლური ჟესტი, ეს იყო სასწორის გადამწყვეტი გადაწონა. 4 წლიანი ომისგან გამოფიტულ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შეემატა ამერიკის უზარმაზარი სამრეწველო ძალა და რაც მთავარია, მილიონობით ახალი, ჯერ კიდევ ბრძოლის სუნარიანი ჯარისკაცი. სწორედ ამერიკის ჩართვამ დაარღვია ის 4 წლიანი სისხლიანი ჩიხი, რომელიც თითქოს არასდროს დასრულდებოდა. ცენტრალური ძალების ბედი ფაქტობრივად გადაწყდა.
საბოლოოდ ომმა, რომელიც კვირებში უნდა დასრულებულიყო, მილიონობით სიცოცხლე შეიწირა და სრულიად ახალი მსოფლიო წესრიგი შექმნა. მაგრამ მთავარი კითხვა მაინც რჩება: გადაჭრა კი ამ ომმა რაიმა პრობლემა, თუ უბრალოდ საფუძველი ჩაუყარა კიდევ უფრო დიდ მე-20 საუკუნის კატასტროფებს? ამაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.